ბრიუსელიდან დღეს საქართველოს კიდევ ერთ მხარდამჭერ გზავნილს იღებს. ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს ჩვენი ქვეყნისთვის ვიზა ლიბერალიზაციის დასაწესებლად მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დაწყებას თხოვს. ლიბეს კომიტეტის მიმართვაში მითითებულია თარიღიც ნოემბრის დასაწყისი. მიზეზი რის გამოც უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე გადაწყვეტილების მიღება ჭიანურდება, ეგრეთ წოდებულ შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას უკავშირდება. თუმცა პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორებზე არაერთგვაროვანი განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. მარიამ ცარელაშვილი არ ყოფდა, როდის უნდა ველოდოთ ევროპის ქვეყნებთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას. ევროპარლამენტარები ევროკავშირის საბჭოს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების დაჩქარებისკენ მოუწოდებენ. ლიბეს კომიტეტის წერილზე პრეს-რელიზი ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. მაშინ ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას სლოვაკეთს სთხოვენ პროცესის დასაჩქარებლად სამხრივი მოლაპარაკებები ნოემბრის დასაწყისშივე დაიწყოს. ჩვენი სახელმძღვანელო პრინციპია, რომ ყველა ქვეყანა, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, მიიღოს სარგებელი ვიზა ლიბერალიზაციისგან და საქართველოს შემთხვევა სწორედ ასეთია. ამის გადადება აღარ შეიძლება. ევროპარლამენტი უკმაყოფილოა საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც სამხრივი მოლაპარაკებები ვერ დაიწყება ეგრეთ წოდებულ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებამდე. დეპუტატების წერილს საქართველოს მთავრობა დღეს არ გამოხმაურებია. ვიზა ლიბერალიზაციაზე მხოლოდ ზოგადი კომენტარი გააკეთა მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ სოზარ სუბარმა. მინისტრმა პროცესის შეფერხებაში ევროპის მიგრაციულ პროცესებთან ერთად ოპოზიციაც დაადანაშაულა. მე არ შემიძლია მაინც არ შევეხო ჩვენი შიდა ოპონენტების ქმედებებს, რომლებიც დადიოდნენ ევროპარლამენტის ერევნებში და ცდილობდნენ როგორმე საქართველოს არ მიეღო ვიზა ლიბერალიზაცია მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გეგმა ესეთია, რომ ან მე, ან არავინ და არაფერი. ვიზა ლიბერალიზაცია საქართველოს მოქალაქეებს უნდა ქონოდათ უკვე 2014 წლიდან, მაგრამ ოცნების მთავრობამ ვერ იმუშავა, თავი ვერ მოაბა ამ საქმეს, შესაბამისად დროში გაიწელა და ეხლა უნდა სხვაზე გადაბრალება, როგორც მათ სჩვევიათ ხოლმე. პოლიტიკოსების დღევანდელ განცხადებებს პარტიულ კინკლაობას უწოდებს მანო შხიკვაძე. ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებას ხელს რეალურად ეგრეთ წოდებული შეჩერების მექანიზმი უშლის. თავარი საკითხი ესაა შეჩერების მექანიზმი, როგორც კი იქნება შეჩერების მექანიზმი, მე არ მგონია, რომ ამ პროცესმა, მეორე მიმართულებამ, რაც არის უკავშირდება საქართველოს უვიზო მიმოსვლას, მე შეფერხება განიცადოს. ზუსტი ვადები ამასთან დაკავშირებით არ არსებობს, შესაბამისად ძალიან ძნელია ახლა ვთქვათ, როდის შეიძლება ეს მოხდეს. ყოველ შემთხვევაში ზოგადი განწყობა დამაიმედებელია და ევროკავშირის ინსტიტუტები მუშაობენ ამ მიმართულებით. შეჩერების მექანიზმი უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერებას ნიშნავს იმ ქვეყნებისთვის, საიდანაც იზრდება უვიზო მიმოსვლის პირობების დარღვევის და თავშესაფრის მოთხოვნის რაოდენობა. ევროკავშირის ინსტიტუტები შეჩერების მექანიზმზე ვერ თანხმდებიან. გაითვალისწინებს თუ არა საბჭო ევროპარლამენტარების თხოვნას და დაჩქარდება თუ არა ქართველებისთვის უვიზო მიმოსვლის საკითხი ჯერ უცნობია. ვიზა ლიბერალიზაციის მინიჭების ზუსტ თარიღზე ოფიციალური პირები არ საუბრობენ არც თბილისში და არც ბრიუსელში.